ეს გადაცემა მონატრების ფერებია, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ, საღამომშვიდობისა საქართველოს დედაქალაქი თბილისიდან. დღეს ჩვენ გვასპინძლობს ქალბატონი, რომელიც ემიგრაციის 30 წლიან ისტორიას ითვლის. ის ემიგრაციაში წასვლიდან უკან სამშობლოში 13 წლის შემდგომ დაბრუნდა. ახლა კი დროა გაგაცნოთ გადაცემა მონატრების ფერების სტუმარი, ქალბატონი სოფო ფოცხვერაშვილი, რომელიც საბავშვო მწერალი და პოეტია. საღამომშვიდობისა ქალბატონო სოფო, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. საღამომშვიდობის მოგესალმებით თქვენ და თქვენს მსმენელს და მაყურებელს. ქალბატონო სოფო, მე აღვნიშნე რომ თქვენ ემიგრაციის 30 წლიან ისტორიას ითვლით. მოდი დავბრუნდეთ უფრო წარსულში და რა გახდა მიზეზი, რომ თქვენც გახვეულიყავით ემიგრანტის მანტიაში და საკუთარი თავისთვისაც გეწოდებინათ სიტყვა ემიგრანტი? ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა, არც ჩემზე და არც სხვებზე, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ჩვენც იგივე მიმართულება გქონდა და იგივე ხაზით წავედით, როგორც მაშინ ყველა. ფინანსური ეკონომიური სიდუხჭირის გამო მოგიწიათ წასვლამ. ქალბატონო სოფო, როდის გადაწყვიტეთ და ვის უთხარით ოჯახში, ვინ მიიღო ეს პირველად, რომ მოდი ბედის საძიებლად წავიდე უცხოეთში? თქვენ წარმოიდგინეთ, დავასწარე ჩემს მეუღლეს და ჩემი პირველი შეთავაზება იყო ჩემ მეუღლესთან, რომ მოდი ჩვენც წავიდეთ, იქნებ უკეთესად. როგორ შეხვდა მეუღლე ამ გადაწყვეტილებას? რაღაცნაირად არ უყვია, იმიტომ რომ უჭირდა, გვიჭირდა, ისე როგორც სხვას ჩვენც გვიჭირდა და უნდა გვეცადა. ქალბატონო სოფო, აი მაგ პერიოდში ძირითადად ოჯახიდან მიდიოდა მხოლოდ ერთი წევრი. ამ შემთხვევაში როგორ იყო თქვენს შემთხვევაში? ანუ მხოლოდ თქვენ მიდიხართ ემიგრაციაში თქვენი მეუღლე თუ უბრალოდ აი ასე ოჯახი იბარგებით და მიდიხართ უცხოეთის ცის ქვეშ? ოჯახმა ერთად გადავწყვიტეთ, თქვენ წარმოიდგინეთ, შვილები პატარები იყვნენ, მაგრამ იმათი სურვილიც იყო, რომ წავსულიყავით, ვინაიდან ჩემი შვილების ნახევარი ძმა, ასე ვთქვათ, უკვე იქ ცხოვრობდა და საფუძველი ჰქონდა იმისი, რომ იქ თლად ქუჩაში არ ჩავარდებოდით და რაღაცა პატარა დახმარება გვექნებოდა. და ყველას სურვილი იყო და მე არც მდომებია, რომ ან მე წავსულიყავი და ან ჩემი მეუღლე მარტო. მე ყოველთვის მწამდა და ეხლაც თუ წასვლა მთელი ოჯახი ერთად უნდა იყოს, თორე ოჯახი ინგრევა, იყოფა. ქვეყანა სადაც აირჩიეთ, რომ ემიგრაციაში ყოფილიყავით, რომელ ქვეყანაში ხართ? შვეიცარიაში ვართ უკვე რა. იქ ვართ უკვე მე 29-30 წელი ხდება და დავრჩით მან. და როგორ იწყება სოფო ფოცხვერაშვილისა და მისი ოჯახის ემიგრანტული ცხოვრება? მიუხედავად იმისა, რომ იმედი გქონდა ჩვენ უკვე ოჯახის იქ, რომელიც დაგხვდებოდა და პირველად მაინც ოჯახში მიგვიღებდა, მაინც მეშინოდა, მაინც ვფიქრობდი, მაინც დატოვება არ მინდოდა, მაინც ცალი ფეხი თითქოს აქ ვრჩებოდა და შეგრძნება მქონდა ისეთი და ორივეს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ერთი წლით წავსულიყავით. ასე მეგონა ერთი წელი ძალიან ბევრი იყო. ერთი წლით წავსულიყავით და მერე მაშინვე დავბრუნებულიყავით უკან. არ გვიფიქრია, რომ წავედით და დავტოვეთ საქართველო, ასე არის. ვინ გაგაცილათ ქალბატონო სოფო აეროპორტში? ვინ დატოვეთ აქ, როცა თქვენ ესე წახვედით? ჩემი ძმა და ძმისშვილები. არ გვინდოდა, რომ ბევრს გავეცილებინეთ, იმდენად ფრთხილები ვიყავით და კანონ მოშიშები, რომ სულ გვეშინოდა, ასე გვეგონა ყველა მიცოდა და გვეტყოდნენ, რატომ მიდიხართ, სად მიდიხართ და ახსნა დაგჭირდებოდა. ძმამ და ძმისშვილებმა გაგვაჩილეს ისე ძუნწად შორიდან, რომ უბრალოდ ჩახვედით უცხო ქვეყანაში, როგორ იწყება თქვენი ცხოვრება იქ? ჩავედით პოლონეთში და პოლონეთიდან გადავედით მატარებლით ბერლინში. მაშინ რა თქმა უნდა ჩემმა მეუღლემ ახლა ძალიან სუფთად არა, მაგრამ საკმაოდ სასაუბრო ინგლისური იცოდა, გერმანული არ იცოდა. დაურეკა თავის შვილს უფროს ბიჭს და უთხრა, გია, აქ ავართ ჩვენ ბერლინში უკვე სადგურში და რა გავაკეთოთ ახლა, რა ვქნათ, საით წავიდეთ? იმან უთხრა,
კარგი, მან დარჩით ბანჰოფზე და ეხლავე მოვდივარო. და რა არის ბანჰოფი? მითხარი სად წავიდეო? ბანჰოფი სადგურია. რა არის სად წავიდეო და რა კი ვერ გავიგეთ ბანჰოფი რა იყო, დავრჩით იქვე და იქ მოგვაკითხა და აღმოჩნდა რომ იქ უნდა ყოფილიყავით. შემდგომ გადის ქალბატონო სოფო თვეები, გადის წლები ამასობაში და როგორია შეეჩვიო უცხო გარემოს? კი, თქვენ ოჯახთან ერთად ხართ, მაგრამ მაინც სამშობლოდან ასე შორს ყოფნა როგორია ემიგრანტისთვის? რთულია, მით უმეტეს თუ ავადმყოფობაც უწევს ადამიანს. ჩვენ მანქანით გადაგვიყვანა შვილმა, ასე ვთქვათ, ჩემმა გერმა, რომელიც შვილივით მყავდა მე, მანქანით გადაგვიყვანა შვეიცარიაში, დაგვტოვა იქ, თვითონ არ გამოჩნდა რა საკვირველია, როგორც ბარდებიან ხოლმე. დაგვტოვა იქ, მე როგორც ყველა ანუ გაიარეთ ის რთული გზა, მოკლედ ჩაბარებიდან საბუთამდე, ასე რომ ვთქვათ. ჩაბარებიდან 2 თვეში უკვე საკუთარ ბინაში, ჩვენი საკუთარი კი არა, ცალკე ბინაში გადაგვიყვანეს, რადგან ოჯახი ვიყავით, ცალკე ბინა მოგცეს. მაგრამ მოგვიწია ავადმყოფობა მეუღლისამ და ფაქტიურად ნახევარზე მეტი ავადმყოფოში ვიყავით და ამან გაართულა უფრო მეტად ჩვენი უცხო ქვეყანაში ადაპტაცია და შეგუება, მაგრამ არ ვნებდებოდით არც ერთი, იმიტომ რომ ბავშვები პატარები იყვნენ 8 წლი, 9 წლის და მაგათ უნდათ გვერდში დგომა და მაინც ერთმანეთს ვამხნევებდით და მაინც გაგვყავდა ეს მძიმე ცხოვრება. რთული იყო. რა გენატრებოდათ ყველაზე მეტად? ოჯახი გვენატრებოდა, და-ძმა, მეგობრები, მაგრამ დარეკვაც რთული იყო. მაშინ 1 წუთი ღირდა დარეკვა 1 ფრანკი და 60 რაპენი. ასე წარმოიდგინეთ, ახლა 3-ჯერ ამდენი. 1 წუთში და ესე რომ დავრეკავდით, გამარჯობა, როგორ ხარ? ჩვენ კარგად ავართ და კარგად იყავე. მთავარია ვიგებდით ერთმანეთის ხმას. რა გასწავლოთ ქალბატონო სოფო ემიგრაციამ? ემიგრაციამ მასწავლა სირთულესთან გამკლავება. რა წაგართვათ ემიგრაციამ? ძალიან ხშირად გვითქვამს მე და იქაურ რამოდენიმე ოჯახს ასე რომ ვლაპარაკოთ ხოლმე. ნეტავ როგორ ჯობდა, დავრჩენილიყავით იმ გაჭირვებაში და აქ გაგვეზარდა ჩვენი შვილები და შერჩენოდათ ის ნათესაური, მეგობრული, ის სითბო და სიყვარული, რაც იყო ჩვენ დროს მაშინ, თუ იქ შედარებით გალაღებული ცხოვრება და შედარებით ამ სიყვარულის, ასე ვთქვათ, შენელება. კი, ხშირად ჩამოდიან, ჩვენ ქართულად ვცხოვრობთ იქ, ოჯახში ქართულად ვსაუბრობთ. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ მშობლიურ ენად თითქოს მაინც უკვე გერმანული ითვლება. იმიტომ რომ იქ იყვნენ ბაღში, სკოლაში, შვილებზე არ ვამბობ, უკვე შვილიშვილზე და ამათ სკოლა იქ გაიარეს, იქ აქვთ თავიანთი სამყარო და აქეთ უკვე როგორ ვართ იცით და შვილებით მე მაგალითად აღარც იქ ვარ მთლად იქაური, აღარც კი არა არ ვარ იქ და აქაც ჩამოვრჩი და აქაც დავკარგე თითქოს და ეს სადღაც შუა ზღვარზე ვდგევარ და ამაზე ღამურაზე ლექსიც მაქვს დაწერილი და მოთხრობებში ღამურაც ალეგორიული მოთხრობა. აი ერთი ლექსი რომ წაგვიკითხოთ ქალბატონო სოფო თქვენი შემოქმედებიდან და სულ ცოტა ხანში შევეხები უკვე თქვენ შემოქმედებას, როგორც ყველა ქართველი ემიგრანტის, რომელიც ძირითადად კალამს მიმართავს ხოლმე ემიგრაციაში. სხვას ვერას ერჩის, ბრალს იდებს თავზე, რაც მისმა ნატრამ მასვე არ გუნა. ყველას აქვს ნება სინათლის ხილვის. გარიყულია ბნელში ღამურა. ჩიტებს რომ სძინავთ, თუ ფრინავს მაშინ. გონი აქვს ჯავრით დაბინდებული. თაგვებზე მაღლა კი ცხოვრობს, მაგრამ თავდაყირაა დაკიდებული. ძალიან მაგარია, ნამდვილად ქართველი ემიგრანტის ცხოვრება შეიძლება შევადაროთ ზუსტად ღამურას ცხოვრებას, რომ ანუ არც იქაურია, არც აქაურია. როგორც ვიცი, თქვენ ემიგრაციაში იწყებთ წერას. რამ გამოიწვია ესე უცბად მუზების გამოცხადება? პირველად სანამ ქართველ ოჯახებს გავეცნობოდი,
არ მყავდა არავინ ისეთი რომ საიდუმლო გამეთქვა მეუღლესთან მალავდი რომ არ გამომეხატა მასთან ერთად ჩემი დარდი ის რო ავადიყო ის მე მიმალავდა ვითომ არ იყო ავად მე კიდე ვითომ არაფერი ისე მაგრამ გულში ხომ მქონდა დარდი და ნოსტალგიური ლექსებს წერდი და ჩუმად ვინახავდი ჩუმად აი გახსოვთ პირველი ლექსი რომელიც თქვენ დაწერეთ არა თქვენ წარმოიდგინეთ ვერ გეტყვით იმიტომ რომ არისო ისე რომ ერთი დავწერე და გავიდა 1-2 კვირა ან ერთი თვე ზოგჯერ ერთმანეთს მოყვებოდა და ზოგჯერ და ამასობაში თქვენ შექმენით სხვადასხვა კრებულები რომელიც ახლა აქვს განთავსებული მაგიდასთან. ერთ-ერთი რომელიც არის ეს არის სოფო ფოცხვერაშვილი ამონათქვამები. და გაქვთ სხვადასხვა წიგნები გამოცემული, რომლის შეძენაც როგორ შეუძლია ჩვენს მაყურებელს ან იმ ადამიანებს, რომელიც არის დაინტერესებული თქვენი შემოქმედებით. მქონდა კავშირი გამომცემლობა წიგნიერთან და ეგენი მიიღებენ და ონლაინ გაყიდიან ეგენი. ისე არსებობს ერთი ქალბატონი, რომელიც თვითონ ყიდის და აქვს და ყიდის. არის კიდევ დადიანის ქუჩაზე მაღაზია ცოტნე დადიანის ქუჩაზე, სადაც მიტანილი მაქვს საბავშვო რამოდენიმე წიგნი, იქ იყიდება დადიანის 22-ში. და რა ვიცი, ვფიქრობთ გავაფართოთ ნელ-ნელა. ამ გამოცემაზე ამონათქვამები რა შედის ამ თქვენს კრებულში. აი სწორედ წეღანდელ კითხვაზე მინდა გიპასუხოთ ამ წიგნით. რამ განაპირობა თუნდაც ნოსტალგიური ლექსების წერა და თუნდაც ამონათქვამები. ხშირად დარდი მქონდა, ხშირად შეიძლება ცრემლი და ტირილიც მინდოდა, მაგრამ არ შეიძლებოდა არც ბავშვებთან ჩვენება, არც ხშირად მიხაროდა, ხშირად მეგობრისგან მიხაროდა, ხშირად მწყინდა და ყველანაირი გრძნობას უცბად ჩავიწერდი ხოლმე სადღაც. ნუ ლექსს უფრო დრო უნდა გამოვუყო რაღაცა და ამას ჩავიწერდი. მე ეს ჩანაწერები იმდენი დამიკროვდა, რომ ვიფიქრე ცალკე გამომეცა ამონათქვამები. ვფიქრობდი, ამოვთქვა თუ არ ამოვთქვა, ღირს თუ არა და ბოლოს ამონათქვამები დავარქვი და დავბეჭდე და რა ვიცი, ჩემი განცდები, ჩემი ცხოვრება. აი რომ მოგიყვეთ, როგორია ქალბატონო სოფო ქართველი ემიგრანტის ცხოვრება უცხო მიწაზე. იცით, რაც არ უნდა დალხინებული იყოს ქართველის ცხოვრება სხვა ქვეყანაში. ალბათ სხვებიც ასე გრძნობენ, მაგრამ ჩვენ ქართველებთან გვაქვს საქმე. ქართველის ცხოვრება მაინც ვგრძნობთ უცხოობას. შეიძლება ერთი ლექსი წავიკითხო, ამასთან გამახსენდა და ზუსტად. თუ მოგიწია მოგზაურობამ, შემოგაღამდა სხვა მხარეს თუ კი არ გძლიოს ცნობის მოყარეობამ, არ დაიხურო იმათი ქუდი, სადაც იქნები პატივი ეცი, მათ ადათ წესებს, მრევლსა თუ სოფელს, მაგრამ შენი კი არ დაივიწყო, მუდამთან მქონდეს, რაც არ გერგება, არ შეგერგება, ის პატრონს ჩვენის, შენ ვერ მოირგებ, ხამურასროლში თუ აღმოჩნდები, მხოლოდ წააგებ, ვერას მოიგებ, წამხედურობა არ გაგაბრიყოს, ბევრი მომხდარა, ბევრიც მოხდება. სხვის ქუდი ისე არ დაეხურო, რომ გაგიჭირდეს შენის მორგება. ქალბატონო სოფო, დაიხურეთ თქვენ სხვისი ქუდი? არა. როდესაც საქართველოს მოგენატრებოდა, შვეიცარია მაინც მთიარი მხარე არის და თუ აქვს ისეთი ადგილი შვეიცარიას, რომელიც გაგახსენებდათ ჩვენ სამშობლოს საქართველოს და განიქარვებდით იმ მონატრებასა და ტკივილს, რაც სამშობლოსთან ათასობით კილომეტრი გაშორებდათ. ქალაქში ციურიხში, სადაც დგას ანძა ზუსტად ჩვენი ანძისნაირად, სადაც არის რესტორანი ზუსტად ჩვენი რესტორნისნაირად და ზუსტად ისეთი ასასვლელი აქვს, რომ შევხედავ, გონია ხოლმე რომ ფუნიკულიორზე ვარ. ფუნიკულიორზე ამდივარ და თქვენ წარმოიდგინეთ, ადრე ცოტა სხვაგან ცხოვრობდით და ეხლა ზუსტად იმ მთის ძირში ვცხოვრობთ და ყოველთვის იმ ანძას უყურებ და მახსენებს ყოველთვის თბილისს. ქალბატონო სოფო, პირველად როდის დგება ის მომენტი, როდესაც იღებთ უკან დასაბრუნებელ ბილეთს სამშობლომდე? ეს ხდება 13 წლის მერე, როდესაც უკვე ჩემი მეუღლე 3 წლის გარდაცვლილია და ძალიან მიჭირდა მარტოს ჩამოსვლა. მაშინ მისი მშობლები მაშინ ცოცხალი იყვნენ და ძნელი იყო მის მშობლებთან უიმისოთ ჩემი შეხვედრა, თითქოს
რაღაცნაირად, მაგრამ ბოლოს ჩემზე გადმოიტანეს შვილისა და რძლის სიყვარული და მომენდნენ მე და გამოცქეროდნენ ჩვენ გზას. ძალიან რთული იყო ჩამოსვლა. ძალიან შეცვლილი და სხვანაირი დამხვდა მაშინ თბილისი. საბოლოოდ აპირებ ქალბატონო სოფო დაბრუნება სამშობლოში. ჩემი შვილები იქ არიან. თუ ისინი არ წამოვლენ, მე არ წამოვალ, რა საკვირველია. მაგრამ იმედია წამოვლენ, როდის მე მოვუდებათ დაბრუნება. თუმცა აი ამ ყველაფრის მაინც მცირედი იმედის ნაპერწკალი ის არის, რომ თქვენ გაქვთ დედაქალაქში სახლი. ხო, ეს ბევრს ნიშნავს, რომ აქვთ საფუძველი იმისი, რომ ჩამოვიდნენ, კი. თქვენს მეუღლეზე რომ გვესაუბროთ, ქალბატონო სოფო, რამ გამოიწვია, რომ აი ასე უცხო მიწაზე მოხდა მისი გარდაცვალება და შემდგომ არის დაკრძალული იქ უცხოეთის ცის ქვეშ. აქედან როცა წავედით, არც იცოდა რომ ავადიყო. ხანდახან ეს ავადმყოფობა ისე ეპარება ადამიანს, რომ სანამ სულ არ დარევს ხელს ვერ მიხვდება. ჩვენ რო ჩავედით, მეორე დღეს გაგვატარეს სამედიცინო კონტროლზე და იქ აღმოჩნდა, რომ რაღაცა ჰქონდა დარღვევა, ესე იგი, სიმსივნის მაგვარი სისხლში აღმოჩნდა და მეორე დღიდან უკვე გაგვიშვეს ავადმყოფოში და იქიდან ნახევარი ავადმყოფოში, ნახევარი სახლში, უამრავი ოპერაცია, უამრავი რამოდენიმე ოპერაცია ისეთი, რომელიც უკვე აღარც გვეგონა, რომ გამოიყვანდნენ ცოცხალს, ხან იმათი შეცდომის გამო, ხან ძიმე ავადმყოფობის გამო, მაგრამ იქ ექიმებმა უთხრეს, რომ ბედი, შენი რომ 10 წელი მაინც გაიყვანა, იქ აქ რომ იყავი, თორე საქართველოში 1 წელიწადზე მეტი სიცოცხლე არ ქონდაო. რა გითხრათ, რა იყო მისი ბოლო სიტყვები, სანამ გარდაიცვლებოდა? ქონდა სურვილი სამშობლოში დაბრუნების? კი, ძალიან სულტიროდა. თან არ მაჩვენებდა, თან ძალიან განიცდიდა. ჩამომიტანეთო ქართული მიწა და დამაყარეთო საფლავზეო და მაშინ აქ იქ ფიზიკოსები ცხოვრობენ და ერთ-ერთი ჩამოსული იყო. აქ და დაურეკე მერე და უთხარი 100 მეტრი და ჩამოგვიტანე ქართული მიწა და ჩამოგვიტანა. მაშინ მეუბნებოდი რა მიწა რა ასე რა გამოხვალ მდგომარეობიდან, მაგრამ და ერთი ლექსი მაქვს, უსიტყვოფიცი. იქნებ ბევრი რამ გულით ნანატრი ვერ შევისრულეთ, ვერ ავიხდინეთ. იქნებ შენს ნოტებს ჩემი რითმები ვერ შეუწყვე და ვერ დავამთხვიე. ალბათ ბევრი რამ დანაპირები ჩვენს უნებურად ქარს გავაყოლეთ, მაგრამ ერთი კი სულის შემძვრელი. დამიტოვე და დამამახსოვრე. ჩამქრალ თვალებით, უხმო ჩურჩულით დამადებინე უსიტყვოფიცი და შეგისრულე. მიმოგაბნიე ხურავსაბანი ქართული მიწის. როგორ გრძელდება შემდგომ თქვენი ცხოვრება მეუღლის გარეშე და როგორც აღვნიშნე, ძალიან ბევრი წიგნი ამშვენებს დღევანდელ ჩვენს მაგიდას. თითოეულ წიგნზე რომ ვისაუბროთ და ასევე ჩვენს ტელემაყურებელსაც გავაცნოთ, ალბათ ძალიან ბევრი ისახლა ტელეეკრანთან ან საკუთარ ტელეფონში და უყურებ ჩვენს გადაცემას და იცოდეს თქვენი შემოქმედების შესახებ, რომ უცხოეთის ცის ქვეშ არის ქალბატონი სოფო ფოცხვერაშვილი, ქართველი საბავშვო მწერალი, უფრო არის თქვენი მიმართულება საბავშვო კუთხით. აი თუნდაც ავიღოთ კოსმოსელი მეგობრები. კოსმოსელი მეგობრები დაიწერა ძალიან ჩქარა, მეც არ ვიცი როგორ და რატომ. ეს იყო შარშან ნოემბერში, 2024 წლის ნოემბერში თუ ოქტომბრის ბოლოს. ეს თემა მაინტერესებს მე საერთოდ. პლანეტელები, ეს რაღაცეები ხო და გაგონილს თუ წაკითხულს, ჩემ ფანტაზიებიც მივამატე და რაღაცნაირად ძალიან დამაინტერესა. ძალიან ჩქარა დაიწერა. და ამბობენ რომ საინტერესოა ძალიან. ნამდვილად გირჩევთ ჩვენ ტელემაყურებელო, გაიცნოთ ქალბატონი სოფოს შემოქმედებას და შეიძინოთ მოკლედ წიგნი კოსმოსელი მეგობრები, ამას უამრავ ადგილზე შეძლებთ აი ამის ყიდვას და ასევე აქ არის კიდევ რომელსაც ვუყურებთ, ეს არის ბარათები შემეცნებითი თამაშებისათვის სახალისო ლექსებით. რას ეხება ქალბატონო სოფო ეს ბარათებით? შემეცნებითი
ხსნებიდან მომცეს, ასე ვთქვათ, შეკვეთა 16 ლექსი ზღვის ცხოველზე დამეწერა. ზღვის ცხოველებზე. კალმახზე რომ წავიკითხოთ ლექსი მოკლედ ამ თქვენი ბარათებიდან, ხო? აი კალმახი და ლექსიც წავიკითხოთ. იქნება გაგიგონიათ, ანდა სულაც გაქვთ ნანახი, როგორ მრავლდება ლამაზი, წინწკლებიანი კალმახი. მდინარეს ზევით მიჰყვება, არ ეპუება სიძნელეს. იქ ყრის ქვირიც და ამრავლებს, იქვე ამთავრებს სიბერეს. ძალიან მაგარია. ათენში ხომ დედაენის დღესთან დაკავშირებით იყავით ჩასული. ისე შეხვედრა რაც ქონდა პატარებთან სათვისტომოს მიერ გამართულ საღამოზე. აქედან გავგზავნეთ საკმაოდ 80 წიგნი მე მგონი ერთი დედამიწა რაზე დგას და იქ მოწვეულ ბავშვებს გადავეცით საჩუქრად. საკმაოდ ბევრი ბავშვები იყვნენ. ვიყავით თურქეთში, საბერძნეთში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, გერმანიაში, ბევრ ქვეყანაში მოკლედ საგაცნობ თქვენ შემოქმედებით. მოგვისწრო პანდემიამ და შევჩერდით. საინტერესო და აღსანიშნავი ის არის, რომ მარტო მე ამას ვერ გაუძღვებოდი და ჩემი ქალიშვილი, ჩემი მეგობარი თავისი ქალიშვილით, რომლებიც ბრიუსელში ცხოვრობენ და კიდევ ერთი ქალბატონი, რომელიც ჟენევაში ცხოვრობს. ისინი დამყვებოდნენ თან. აქედან ვამარაგებთ ამ წიგნებს ჩავგვაქვს ციურიხში და მე ციურიხიდან მიგვაქვს იმ ქვეყანაში, სადაც გვაქვს ეს საღამო გამართული და ჩუქნით ბავშვებს. ძალიან თქვენ შეხვდით ემიგრაციაში დაბადებულ ქართველ ბავშვებს და გააცანით თქვენი შემოქმედება. რა გთხოვეს მათ, რა წაიკითხეთ მათ თვალებში, როგორც პოეტმა და მწერალმა? ერთ-ერთი შეხვედრის დროს წავიკითხე აი ეს მოთხრობა როკი, რომელიც 5 ენაზეა დაბეჭდილი. ქართული, რუსული, გერმანული, ინგლისური და ფრანგული ენებია ამაში. 5 ენაზე იმიტომ გავაკეთებინე, რომ რადგან დავდივარ სხვადასხვა ქვეყანაში, ისინი ხომ სხვადასხვა ენოვან სკოლებში სწავლობენ და ყველას ქონოდა, ვინც ქართული არ იცოდა, ყველას ქონოდა საშუალება წაკითხვის. ძალიან მოეწონათ. რაღაცა პაწია წვლილი იქნებ, იმ წუთში ხო დავაინტერესე ბავშვები მაინც. ემიგრაციაში ყოფნის დროს არის ძალიან დიდი მონატრება ზოგადად სამშობლოსი და იმ საყვარელი ადამიანების, რომელიც თქვენ აქ დატოვეთ საქართველოში. ჩვენს გადაცემას ქვია მონატრების ფერები. როგორი ფერი აქვს მონატრებას, ქალბატონო სოფო? მწვანე ფერს ვიტყოდი. სულ გზახსნილია, სულ ფიქრობ საქართველოზე, მეგობარზე, მეზობემ, ყველაზე, რაღაცა აშენდა, რაღაცა გაკეთდა და წინ მიდის და მაინც გახსნილია ეს შუქნიშანი და ალბათ მწვანე ფერს უფრო დაუკავშირდებოდი. წარსულში რომ დაგაბრუნოთ, აი დღის გადმოსახედიდან, აი სულ წარსულში 30 წლის წინ გადადგამდით ამ ნაბიჯს გახდებოდით ემიგრანტი? აი დღის გადმოსახედიდან. დღის ცხოვრებიდან არავითარ შემთხვევაში. რატომ? არ ვიცი, მაინც აქ დავრჩებოდი და აქ მერჩია. საქართველოში. რას ეტყვით იმ ჩვენ ქართველ ემიგრანტებს, რომელიც ძალიან ბევრი ყავს მსოფლიოში გაფანტული? ვუსურვებ მათ გამძლეობას, ენერგიას, სიყვარული მართლა გადაგვარჩენს და სიყვარული გვაცოცხლებს. ვუსურვებ სიყვარულს, ენერგიას, გამძლეობას და მალე დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვიცი, როდის დავბრუნდები სამუდამოდ და თუ დავბრუნდები. თუ ამას სამყარო დამაცდის კიდევ ნახოთ სიცოცხლეში. მაინც დაბრუნებას ვუსურვებ. შენი მაინც შენია. წარმატებები მინდა გისურვოთ ქალბატონო სოფო. თქვენს ცხოვრებაში კიდევ ველოდებით ჩვენ ქართველი მკითხველი თქვენგან სხვადასხვა შემოქმედებით, როგორც ლექს, ასევე მოთხრობას, ჩანახატებს და ბოლოს რას გვისურვებთ ჩვენ გადაცემა მონატრების ფერებს, რომელიც შევქმენით ქართველი ემიგრანტებისთვის და მათ ხმას მსოფლიოს ვაგონებთ. გისურვებთ ბედნიერ ფერებს. ვუსურვებ ყველა ემიგრანტს, ყველა აქაურ მსმენელს და მაყურებელს ამ გადაცემის ბედნიერ ფერებს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობას დედამიწაზე და თქვენს შემოქმედებით მუშაობაში წინსვლას, წარმატებებს, დიდ ენერგიას, რომ ემიგრანტების გულამდე მიხვიდეთ და აი ესე როგორც ჩემგან
ეცადეთ რომ რაღაცა მე დო თქვენთვის რაღაცები შეიძლება ბევრი რამე დაფარული აქამდე არც მithქვანს და გამენდო მიგეღწიოთ თვითონ ემიგრანტის გულამდე და გაგეხარებინოთ რომ ყურადღება არ მოგეკლოთ მათთვის ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო სოფო და მე სანამ მოვიდოდი თქვენამდე მე და ჩემი შემოქმედებითი ჯგუფი ანუ ჩვენი მთავარი პროდიუსერი ქალბატონი ლიგია და ჩვენი მთავარი ოპერატორი გიორგი მოკლედ ბევრზე ვფიქრობდით რადგან ჩვენ მარტო ვერ ვიქნებოდით რომ არ მყავდეს მე გადაცემის მთავარი პროდიუსერი და რომ არ იყოს ის დიდი სამეგობრო რომელიც მუშაობთ ამ გადაცემაზე ნამდვილად ვერ იხილავდა ჩვენი ტელემაყურებელი ამ გადაცემას ჩვენ გვყავს სხვადასხვა ქალაქებში და ქვეყნებში ყავს პროდიუსერები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხოლმე, როდესაც გადაწყდება ჩვენი გადამღები ჯგუფის ჩასვლა ამა თუ იმ ქალაქში, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს თანამემამულეებს შეეხმიანონ და მოუყარონ თავი ერთად, რომ მოხდეს მოკლედ გადაცემაში მათი ხმაც გაიგოს მსოფლიომ და მათი ისტორიაც მოისმინონ სხვებმა, რადგან თითოეული ქართველი ემიგრანტის ისტორია არის განსხვავებული და არის ნოსტალგიური. მოკლედ ჩვენ გთავაზობთ, ჩვენი გადაცემა გთავაზობთ, რადგან იტალიის ქალაქ ბარში, გერმანიაში, ასევე რომში ყავს ჩვენი ესე ვთქვათ პროდიუსერი. მიიღეთ ჩვენი შემოთავაზება, რომ შვეიცარიაში გადაცემა მონატრების ფერების პროდიუსერი იყოთ თქვენ. დიდი მადლობა ეს ძალიან ბევრს მავალებს არ ვიცი შევძლებთ თუ არა მაგრამ შევეცდები დიდი მადლობა ნდობისთვის დიდი მადლობა ქალბატონო სოფო მასპინძლობისათვის და გადაცემა მონატრების ფერებს შეემატა კიდევ ერთი პროდიუსერი შვეიცარიაში წარმატებები უკვე ჩვენთან ერთად მე კი ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ რომ თქვენ უყურებდით გადაცემას მონატრების ფერები მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ დღეს გადაცემა მონატრების ფერების შემოქმედებით ჯგუფს მასპინძლობდა საბავშვო პოეტი და მწერალი ქალბატონი სოფო ფოცხვერაშვილი, რომელსაც ჩვენ შევთავაზეთ, რომ იყოს გადაცემა მონატრების ფერების პროდიუსერი შვეიცარიაში და ჩვენს ქართველებს, რომლებიც შვეიცარიის ცის ქვეშ იმყოფებიან, მივცეთ საშუალება, რომ მათი სათქმელი სხვებსაც მოუყვნენ. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა კი ჩემს მთავარ პროდიუსერს, ჩემს მეგობრებს, რომ აი ასე გვახვედრებენ ჩვენს ქართველ ემიგრანტებს და მათ ხმას მსოფლიოს ვაგონებთ. შემოგვიერთით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოგვყევით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების ფერების YouTube-ის არხი. გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. გადაცემის ხილვა ასევე შესაძლებელია TikTok პლატფორმაზე და My Video-ზე. გადაცემა მონატრების ფერების უსაფრთხო მოგზაურობას მსოფლიოს მიმართულებით უზრუნველყოფს ჩვენივე ტურისტული კომპანია დაგითრეველი. გადაცემა მონატრების ფერებს მინდა დიდი სიამოვნებით ვაჩუქო ჩემი ამონათქვამები იმ დიდი მადლიერების გამოსახატავად, რაც ამ თელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა გამოხატა ჩემს მიმართ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო სოფო. კი, ნამდვილად გადავხედავ მე და ჩემმა შემოქმედებითმა ჯგუფმა, ჩემმა მთავარმა პროდიუსერმა ქალბატონმა ლიგიამ, ჩემმა ოპერატორმა გიორგიმ და მე მივიღეთ ქალბატონი სოფოსგან აი ასეთი კარგი საჩუქარი და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის და დღევანდელ ჩემს გადაცემას დავასრულებ აი ამ ლამაზი ფრაზით, რომელსაც ქალბატონი სოფო ფოცხვერაშვილი აწუყე გადაცემა მონატრების ფერების პროდიუსერი შვეიცარიაში ამბობს. ამ წიგნის ერთადერთი მიზანი არის ის, რომ მომავალი თაობისთვის სიკეთე უნდა ვაკეთოთ უსასრულოდ. სათანადო განათლება მივცეთ, თუ ჩვენი ქვეყნისთვის კარგი გვინდა. აი ეს სიტყვები ეკუთვნის ქალბატონ სოფოს. მე გემშვიდობებით რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების ფერები.